ჯავშანი 2, ჯავშანი 1 დგებით ისევ უკეთეთ დევნას, რომელიც დაიხევს უკან და გადავდივართ, არის მარცხენა მხრიდან. იქნება კომანდა რომ ვერ შევტრიალდებით მარცხნივ და ვერ ხალხსაცეცხლე მხარდაჭერის გაკეთებას მეორე სექცია. ამ სწავლების მიზანია ის, რომ შესაბამისი ნაკლოვანებები იქნეს გამოვლენილი და შემდგომი სწავლება უფრო ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ეს არ იქნება საბრძოლო ჭურვებით, ეს იქნება ჩასადები ლულით და ძირითადად ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურემ გამოიმუშაოს როგორც ტაქტიკური, აგრეთვე სასწავლო მომზადების პრინციპები. და ნებისმიერ სწავლება არის აგრეთვე იმაზე ორიენტირებული, თუ რა შედეგამდე უნდა მივიდეთ. და რა თქმა უნდა, შესაბამისი შესაძლებლობებიც იქნება შეტანილი ამ სწავლებაში, ნაკლოვანებების აღმოფხრის მიზნით და შემდგომ შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს იმაზე, რომ შემდეგი სწავლება, რა თქმა უნდა, იყოს შედეგზე ორიენტირებული. 45 სატანკო ბატალიონის მესამე სატანკო ასეულმა ჩაატარა 20-ული ზომის საველე სწავლებები. სწავლება მოიცავდა 5 დღეს. პირველ დღეს ჩატარდა თავდაცვითი ოპერაციები, მეორე დღეს ჰქონდა შეყოვნებითი ოპერაციები, მესამე დღეს ჰქონდა შეტევითი ოპერაციები და მეოთხე დღეს ჰქონდა მოწინააღმდეგის დევნის ოპერაციები. 20-ულმა თავისი ამოცანა წარმატებით დაასრულა. 44 სატანკო ბატალიონის მესამე ასეულმა მიმდინარე კვირაში განახორციელა ტაქტიკური სწავლება, სადაც მონაწილეობა მიიღო 31-მა სამხედრო მოსამსახურე. მეცადინეობა მოიცავდა შემდეგ თემებს, იყო თავმოყრის რაიონის დაკავება, თავდაცვით პოზიციების შერჩევა და შენიღვა და უზრუნველყოფის მარაგების გადავსება. სწავლებამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად